გახსოვთ ყველას, რომ რამოდენიმე თვის წინ ჩვენ საზოგადოებას წარუდგინეთ 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა ქვეყნის დასაქმებისთვის და მოდერნიზაციისთვის. სწორედ ჩვენ ამ პროგრამას რაღაც ვახორციელებთ ახლა ამ გეგმის ნაწილია, ჯანდაცვაში ჩვენ ნახავთ რამოდენიმე თვეში, რომ 60-ზე მეტი ახალი სამართლებრივი კლინიკა გაიხსნება, ჯამში მომავალ ბოლომდე 150-ზე მეტი 150-მდე ახალი კლინიკა სამართლებრივი იქნება, ეს იქნება მცირე საშუალო ზომის კლინიკების და სამართლებრივი რეგიონებში და დიდი ზომის ქალაქებში. 15-20 საწოლიანი იქნება რეგიონებში, ხოლო ქალაქებში იქნება 70-100 საწოლიანი სამართლებრივი. გარდა ამისა, განათლებაშიც გვაქვს რეფორმები, რომელთაც ავიღოთ გასულ დღეებში ჩატარებული სასკოლო გამოცდები, რომელსაც წარმატებით ჩაიარა, შეგვიძლია ამ გეგმის ნაწილი იყო, თუმცა ამჯერად მინდა ამ გეგმის კიდე სხვა პუნქტზე ვისაუბრო, ეს არის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სწორედ ამ გეგმის 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილი ესეც არის. ლაპარაკი არის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზე, ლაპარაკი მაქვს ამ შემთხვევაში ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაზე და დღეს თავრობს ნოვას რომ განვიხილოთ ერთ-ერთ ასეთ საკითხს, ეს არის საპარტნიორო ფონდის შექმნის საკითხი, რომელიც თავის ფუნქციას სწორედ იქნება ექსპორტის ახალისება, თავის ფუნქცია იქნება კერძო სექტორის აქტივობის ახალისება ისეთ დარგებში და ისეთ სფეროებში და ისეთ პროექტების განხორციელებისას, რომელთაც ძალიან დიდია კერძო სექტორისთვის დამოუკიდებლობა განახორციელება. დღეს ჩვენ განვიხილოთ ამ საკითხს სწორედ რამოდენიმე კვირის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი საპარტნიორო ფონდის შესახებ, ამ კანონის მიხედვით ჩვენ უნდა შევხვდეთ საბჭო, სადაც შევა ეკონომიკური პროფილის მინისტრები შევლენ და ამ ფონდის მთავარი ფუნქცია იქნება სწორედ ისეთი მსხვილი ენერგეტიკული თუ არაენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომელსაც ვერ ახორციელებს კერძო სექტორის დამოუკიდებლად და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და ექსპორტის გაზრდისთვის. ჩვენ ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ძალიან მსხვილი ჰესების მშენებლობაზე, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოო მშენებლობაზე და სხვა ასეთი ტიპის პროექტებზე. ჩვენ გვინდა რომ ამ ფონდმა დაიწყოს მუშაობა უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში და მნიშვნელოვანი რეზულტატები, ანუ აი კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკაში ჩვენ ვნახოთ უახლოეს წლების განმავლობაში და ჩვენ სწორედ აი ეს მიზანი გვექნება, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა მომავალ წლებში ქვეყანაში, აი ამ ფონდის მეშვეობით ერთ-ერთი სტრუქტურა ეს ფონდი იქნება და მნიშვნელოვნად გავზარდოთ ექსპორტი, შევუწყოთ ექსპორტის დასაწყობად. დიდი მადლობა.